დღეს ჩვენ გვექნება დონაციების ვიდეო, სადაც ბიუჯეტი გვექნება 10,000 ლარი. Bravo. და ჩვენ ერთად გავუდონატებთ ქართველ ლაივ სტრიმერებს. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი უსაყვარლესი ბებიკოები, ქალბატონი ირინა და ქალბატონი ლიანა. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. დიდი მადლობა. ასევე მეც. ქალბატონი ირას ხშირად შეხვდებოდი ჩვენს ვიდეოებში, ხოლო ლიანა ბებია დებუტანტი ვარ. ცოტას ნერვიულობს გავამხნევოთ. Bravo. სანამ გუგა იძებს სტრიმერებს, მანამდე გეტყვით რომ ჩვენი უცვლელი წამგენი არის ბილაივი და ამ ბიუჯეტის გამოყოფისთვის დიდი მადლობა მათ. პირველი შონზო და დრუპი. არიან ლაივში. რა უწერიათ მიზანი? ლეპტოპის სტრიმებისთვის. შესავსები აქვს რამდენი? 560 ლარი არის შესავსები გუგა. თუ იცნობთ შონზოს და დრუპის? თქვენი პაკალენია უნდა იყოს. კი, იცით კინოფილმებიდან. შონზოს ვიცნობ. ხო, მეც ასევე. მე ჯერ იმდენი ფული არ მიშოვია, რომ დილაობით ტელეფონი გამოვრთო. თავუთა ჩვენი ბებიების ფავორიტი სტრიმერები ხართ. ის საყვარელი სტრიმერია, მაგალითად შონზო ჩემი. სტრიმერი არის კი, მეც ვფიქრობ. ლეპტოპის სტრიმებისთვისო და ახალითი სტრიმად. ორ ლეპტოპს ხედავთ მინიმუმ და ნამდვილად გჭირდებათ ლეპტოპი. აბა წავიდა. ეხლა მივუვათ ეს მესიჯი და თანხაც. მოусმინოთ. ვიგდო კაცი გვით 60 წლის რო გავხდები მაშინ გაიხსნება ის ჩამონათვა. ლარი ჩამირიცხა ჰანგრიმენებს ვენაცვალე თუ ის ჰანგრიმენები ხარ თქვენ ჭირით. გეტყობინება? ამ ლეპტოპზე არ არის ლაპარაკი მეგობარო, არის საეთერში რო გავიდეთ კარგ ლეპტოპზე. აუცილებლად უნდა მოგიწვიოთ აქ სტუმარს. საოჯახო ლეპტოპი. ფათითაოთ უნდა მოგიწვიოთ აუცილებლად. ორნი ვარ სულ. 57 რა იყო ჰანგრიმე, 56, 55. დავამრგვალეთ 2000 ლარამდე. რას ფიქრობთ აბა? მე მგონი ღირს რო ჩავრიცხო. მოდი დავუმრგვალოთ ნიკა. ეს ბებიების სახელი. ეს ჩვენი ბებიების სახელი. რას გვეღანავებით ალბათ ეგონები? ანუ დაახლოებით ეგ პერსონაჟები იყვნენ. მეფე და ვეზი. რა, ჰანგრიმე რეალზე 490 ლარი ეს. კი, ბიჭები არიან, თქვენ გენაცვალ. ანუ დაგვიმრგვალეს გონი 2500. კი, შეივსო, მადლობა. უეჭველი გელოდებით სათითაოდ. დაიდო. აი, რაფერ ლეპტოპი დაიდო, მივუვათ სათითაოდ გელოდებით. გილოცავთ. გილი არა გვაქვს ხა თითო უნდა მოგიწვიოთ ბებიებს მოკითხვა? მოგიწევთ და მადლობა. მადლობა, არის ჩვენი. თქვენი ნომერი გავიგე კიდევაც და მეთქი მოდი ჯერ რაღაც არ შევაწვა. ეთქო ამოსველურდებოდი რომ რა მაყუთი გავინა. დრუპი და შონზო უსაყვარლესი ნოსტალგიასთან გაიგივებული ხალხი არის მაინც ჩემთვის, იმიტომ რომ ძველი ამბებიდან უფრო კარგად დაგვამახსოვრეს თავი და ეს საქმეს ახლა მოვანებენ ჩვენი ჩანაფიქრი გულგამ გაჟღერა. აი ბებიის საფორთი ესეთი უნდა ზუსტად. Bravo რა. კაი საქმე გავაკეთეთ პირველი მშვენიერი. პირზეაო შეგიძლიათ გამოიწეროთ. წარმატებები ბიჭებს. თანამ გუგა შემდეგ ადამიანს იპოვის, ვისაც გავახარებთ. მანამდე გეტყვით რომ ჩვენი უსაყვარლესი სპონსორი და პარტნიორი არის TBC ბანკი და ესეთი ძალიან ლამაზი მერჩის რაღაცები გამოგვიგზავნა და ჩვენ რა თქმა უნდა გამოვუყევთ მას სიცოცხლის ბოლომდე. ნამდვილად, თავარი გჯეროდეს. აბა თქვენ თუ ვიცით TBC ბანკის ფერი რა ფერია? ლურჯი. არა, ეს არის ლაჟვარდის ფერი. ლაჟვარდის. გავიმახსოვროთ შეიძლება ყველა. კარგი, მადლობა გვეწოდინება. კაცი გვეწოდინება. მოусმინოთ აბა. ეს თამაშობს ვანჩერ ჩვენც გვითამაშია ბავშვობაში. დავატირე. კიდე კაი არ შეიგინე მირველ. მირველა სხვათა შორის შორიდან ვიცნობ და მე მგონი ნანახის მხავს. მე ვერ ვხედავ ახლა რომ უჭირს. მეც ვერ ხედავ, აი ულამაზეს ეტაპზე არის. ტოპ დონაცი აქვს 60 ლარი. გაუშვი 60 ლარი. 60 ლარი გაუშვი. რანაირად ისვრის ბიჭო ში ვარა. აი ნახე, აღარ გვინდა მე. აუ შენი მეც ბიჭო გონია. გვინდა ამასთან, არ გვინდა. რა სიტყვებს ხმარო. მოდი მაინც დაუდონატოთ. აი ბატონო, დაუდონეთ 60 ლარი. მოიცოდეს რომ ჩვენ ვიყურებთ დარწმუნებული ვარ რომ 60 ლარი ჯერჯერობით. 60 ლარი გავგზავნოთ მოკლედ. ბიჭო რანაირად ტრიალებს ში ვარა. არ ვიცი. დაუწერო ბევრს იგინები ბებიები გიყურებენ. კი, ვიდი, დაუწერე. მიდი. რო კაი ჩემი დედა ვხდები ხოლმე. რას იგინები ძმაო ჩვენი ბებიები გიყურებენ აქ. აი რაღაცა მიმართება უცბათა კაც რო ხედავ ვახ ჩემი. რა იცოდე რა იყო? რამდენს იგინები ძმაო ჩვენი ბებიები. სხვათა შორის ბებია ჩემი მაგინებს ხოლმე აქეთ ზუსტად მე რომ ნუ იგინებიო. მოთმინების ფიალა ნელ-ნელა აევსოთ ხანდაზმულ ქალბატონებს. საკმაოდ კეთილმოსურნეთი ვიყავით თავიდან. ნამდვილად. პროსტა ვცდილობ რომ ყველანაირად გავაკონტროლო ძმაო რა. პროსტა ხანდახან აი ღიზიანდები ხოლმე ძალიან. მეც მესმის რომ ძალიან ცუდია არა მარტო ხალხისთვის, არამედ
ბავშვებისთვის აი მსახურა ამ კაცმა ორმა. ბებიები არ ვიცი რამდენად მიყურებენ მაგრამ ვიყურებ. ბებიაჩემი აქეთ მეუნება ხოლმე რომ არ შეიგინო რა ასაქციელიაო და ამის მე დედა ვატირეს ვიტან ხოლმე. დედა მაინც დაგვიტოვა. ამბოც სილარი დაუდონატებია ბიჭო 6 ლარი მეგონა ძმა. 6 ეგ. ძალიან დიდი მადლობა ძმაო ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი უჭირს. უჭირს. თუ დღევანდელ სტრიმზე აღარ შეიგინები, 500 ლარს ჩაგირიცხავთ. ირა და ლიანა ბებიები. ხო. დონორები. დონორები. კაი, გუგა, ეხლა რამდენი ჩავურიცხო? 100 ჩაუწყო, მიხვდეს რომ 500 ჩამოიწყელებიც ვარ. კაი. No one short. Oh. აბა მეგონი უკვე იგინები. Short. არა ბესო. როგორი კავებს თავს? აი, ირანებებია 100 ლარი. დღევანდელ სტრიმზე აღარ შეიგნები 500 ლარს დაგიდონატებთო. რა დიდი მადლობა დონაციისთვის. ვაუ, პირველ რიგში ძმაო ირა და ლიანა ბებია. ია და ლიანა ბებია. პირობას ვდებ რომ მე აღარ შევიგინები სტრიმზე. მიღებულია მე მგონი. მიღებული კი. ახლა შევშვილო და 500 ლარი. გამომართვი ეს 500 მანეთი დაუწერე. ისე მიხარია კეთილ საქმეს რო აკეთებთ. ბებია ჩემის გაკეთებულ საჭმელებს გაჭმევთ კიდე. ძალიან დაგვავალებ. არ ვიგინები, ვაფშე ხმას აღარ ვიღებ. მაქსიმუმ წევ. აჰა. შენი შუბა. ეს მო. კაი ბიჭო, მართლა დაადონატე 500 ლარი. ძმაო. ხო არ ღადაობს, მაო, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე. ალალი იყოს, მშვიდობაში მოიხმარე. უღრმესი მადლობა, ძმაო. თქვენ გეუბნებათ ძმაოს. ანუ არ ჯერა რომ ბებიები უყურებენ მაინც. ძალიან დიდი მადლობა. ირა და ლიანა ბებოს. მე აღარ შევიგინები პირობა. და ბებიებმა და მე არ ინერვიულობ და ყორვალულში და იმაში ფული არ ხარ. ნუ წუხარ მაგას. ლიანა ბებომ და ირა ბებომ დავიდონატეს ფული და აღარ შეიგნო ესე მითხრეს. ხო, გეფიცები. ოჩარ მაგას. სო და აღარ შევიგინები. რა საყოველობა, ბებო შემოიყვანა. ბებოს სარავარტოთ ხო. დედის დღისადმი. რამდენი დაუმატე? მიეცი ჯანდაბას, თუ გინდა 500 მიეცი. მიაშავე. ეს 500 ლარი ბებოს 1000 ხო გაუგზავნე. კაი იქნება. ლიანა, ესეც უსაყვარლეს ბებია ჩვენგან. 1000 ლარი. ირა და ლიასგან თქო. შენ წარმოიდგინე ხა ბებიაჩემი უფრო გახარებულია ძმაო ეხა მაგით. მიდი მანე სანამ გასტარტა. მედი მოუწე უცბად სიგარეტს. აბა, გავაგზავნე. არ წახვიდე! ბიჭო, ერთი წამი. ესეც უსიყვარულო ბებო 1000 ლარიანი დონაცია იყო, ბიჭო. არა! ბებო ყველას ეკიდა. ვიდეოში გაიშლე ვერ მგონი. ირა და ბებიას ჩვენი ბებიებისგან. ეგ საშემოსავლო არ ვიცი, სულად გადაეცი. აბსოლუტურად. პირობა მოგვეცი. და ჯექი აქ. აი, დონაცია. ნახე, ესეც უსაყვარლეს ბებოს 1000 ლარი ანგრიმენის ბებიასგან. დიდი მადლობა, როგორც ეს გაახარეთ ეხლა. ისე გაიხარეთ თქვენ. თქვენია ეს ქალბატონო. ბევრი გეშოვნოთ, იმდენი რომ ხალხის გული გაგეხარებიოთ. მე მგონი არ უპირებს გადამიცემას. მართლა, ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ, დიდ ბედნიერებას. რო არ იგინება შესანიშნავი ბიჭია. რას ეთქვით ქალბატონები? ხათას შორის სახეც დაულაგდა სხვანაირად. პირველად როდესაც აი თამაშობდა, სახეც ჰქონდა რაღაცნაირად მოქცეული. ეხლა სხვანაირად კეთილშობილურად გაწყნარდა. გენაცვალეთ მე ესე. თქვენი პროფესიები გააცანით. მუსიკის მასწავლებელი ვარ. ფორტეპიანოს. თითქმის 60 წელი. წარმოიდგინეთ სტაჟი. საიდან მაქვს მუსიკის გენები ესე? მე რომ ცოდნოდე ეგ თავიდან თქვენთან დავასრულებდი 8 წელს ეხლა სამწუხაროდ დავამთავრე. ბებო, შენ კი ვიცით რომ ხარ გინეკოლოგი. მე ამ წუთში ვარ პენსიონერი. დიახ. და ისე პროფესიით მიან გინეკოლოგი. მიან გინეკოლოგი. ბებო და რამდენი ადამიანის არა, ამაგას ვერ დავთვლი და ისე 55 წლის სტაჟი მაქვს. შენ გაამრავლე. დღეს რამდენი ადამიანი ყავდა ბებო? ბევრი. რამდენ კი ბატონო. კარგი ბიჭო, გეყოფა ახლა, ნუ რა თავხედობა. მარტის ქირა, ბიჭო, თანხას აგროვებს ქირის ფულს ადამიანი. დავუბრუნდით მინის ქირაზეა ხო საუბარი? ხო. სხვა რა ქირა უნდა იყოს მარტის. გუგა, რამდენი შევუსოთ? $100. აუ რა, მადაგ აქვს ბები. ესეც შენი მარტი. ხო არ გავუხსნათ ყველა კარტი? $150. არა, ნუ კაცი წყნარად თამაშობს, არ იძინება არაფერი. აგენტად ფინების გაყიდვა გაქირავებაზე შუამავლები რო არიან. იმდენი რაღაცა შენდება და იმდენი რაღაცა ქირავდება. აქ თვეში ერთი ურიბინა რო გაყიდო უკვე всё მაგარ ხელზე ხარ. მეცოდებასავით
ნახე აქ ცოტა ნაღვლიანი რაღაცნაირი უიმედო აქვს, იმიტომ რომ არტის ქია ჯერ შესავსებ. მაგას ვამბობ, მოდი შევუსოთ. მაგრამ მაგასაც რაღაცა ექნება სასწაული, რავი, დედაც. ვრიცხავ. ფულის შოვნის სტრატეგიებზე და გზებზე საუბრობს. აბა ვნახოთ. Donation. What? სერიოზულად ვიდეოში მოვხდები? $1 გადაცდიმიტა სხვათა შორის. არ ვიცი, მართლა ნაღდი ჰანგრიმენი ხარ თუ ვინც ხარ, მაგრამ ეხა შენ ისეთი რაღაცა გააკეთე, რამაც შეიძლება მართლა YouTube-ზე დამტოვოს. წამიშალეს case opening სპონსორის გამო. ნულიდან ვიწყებ ახლა ყველაფერს დაერხა აბსოლუტურად და ერთი მეტეორი არ დამცემია და. ჩვენ როგორც ჰანგრიმეზე გვიშლიდნენ აქვს, ეს ვერ გაძვრა და წაუშალეს არხი და ეხა ახალი არხიდან დაიწყო. იმედია ამ ძალიან კაი დონაციით წამოვიკაჩები და წინ წავიდეთ. აი ძალიან დიდი მადლობა რა. აუცილებლად უნდა დარჩე YouTube-ზე და ჭრილებში აპრილი კიდე მაისი. $646 არის გუგა საკომისიო აქვს სხვათა შორის ამ საიტს. ეხა აისახება ქვემოთ ნახეთ 300 ხო არა, ეხა 900 დაეწერება. Hidden City. ოი რა კარგად. ეხა თავად მოკვდება. ახლა ვხედავ მარტო ჩატს და დარეფრეშებ არ მინდა. ჯერ უნდა ფსიქოლოგიურად ნამბობი მზადო, ჩემი კარგი თქვენი რეაქციიდან გამომდინარე ჩატში. არის ის. ხალხმა მიწერა, რაღაც შეერიცხა და ჯერ არ უნახავს. დარეფრეშე ჯიმი. გახად გახდება. მართლა ცუდად არ კაცი. Brother, sorry. I have wonderful things right now on YouTube. I can talk. მე ვლაპარაკობ რაღაც საოცრება ხდება ჩემს ხალხში. всё, მოგდა, ხაით. პირობას გაძლევთ, რომ მექნება მაგის ტრაკი თუ არ მექნება, აპრილი-მაისი უეჭველი ვრჩები. უკაცრავად ბებიებო. და მე ვერ თამაშობ თავი დამანებელს, brother. ახ შეგვიძლია დავიკიდოთ ვოლტი. გადმორიცხე უკან თქვენ მიწერო. არ იცის ახლა თქვენ ბებიები რო უყურებთ. საიდან გაიგეთ? ვაფშე ჩემზე და საიდან გაიგეთ, რომ ვიღაცა 1000 გამომწერიანი ტიპი პროსტა გაჭირვებაშია და რაღაცა საფორთი უნდა. რომელიმეს კაუნტერი გავასებად და მიყურებ? რატო გეჩხუბები ძმაო? გამოიწერეთ მეგობრებო, მე მგონი გვერდში დაუდგეთ ესეთ კარგ ადამიანს. Wiseman. კი. მე დღეს რაც ვინერვიულე რომ გავიგე რომ შეიძლება რამოდენიმე თვე მომიწიოს ლოდინი და საერთოდ შევძლებდი დაწყებას მუშაობის და თან რაც მქონდა ფული დარჩენილი ეგ გადავიხადე უკვე ველოსიპედში. აზრი არ ხარ რა მაგრად ვინერვიულე მართლა რა. გენაცვალეს მომიმედია ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გექნება და კარგად გაგრძელდება ამ წამიდან ყოველ შემთხვევაში. გულშემატკივრობთ და აბა შენ იცი დარჩი YouTube-ზე აუცილებლად. დამატებები დაავს მიხედოთ. ხალბატონებო სანამ შემდეგ ადამიანთან გადავალთ, მანამდე წარმოგიდგენთ ჩვენს უსაყვარლეს სპონსორს, ვებო იმედია ლუდის დალევაზე პრობლემა არ გექნება. 2 ტონა. გუგა გაგვიმარჯოს, კარგად ვიყოთ. ერთი კლუბი თქვენის ნებართვით. არა, თუ კარგია ცოტა არა უშავს. გაგვიმარჯოს მაშინ. და მადლობა 2 ტონას სპონსორობისთვის და პარტნიორობისთვის. გაიხარე ნიკა. გაგიმარჯოთ. მანქანის ჯარიმებისთვის აგროვებს ეს ადამიანი 500 ლარს. ამ წარმოიდგინეთ 10 ჯერ დაჯარიმდა ესე იგი. მანქანის ჯარიმები ჩემთვის უცხო არ არის. რატომ? ჩემი შვილიშვილიდან გამომდინარე. ჩემზე საუბარი. დიახ. და შვილიშვილის ახლობლები. საახლობლო წრე ხო? შენ გთხოვე არ ჩაიბაროთ, რატომ ჩაიბარეთ? ნუ გაუღებ კარსო, მეუბნება. ნუ იბარებთ, მეგობრებო. თქვით უარი. შენ გინდა რომ კანონს აუარო გვერდი? აბა. მე მგონი რომ თავად ჩავიბარო. იქნებ რა არის კაცო? ის კაცი უკვე გვიცნობს კარგად. ალბათონო ირინა კიდევ თქვენ ხვდებით? ასაკოვანია და მეწოდება მეხუთე სართულზე ამოდის. აგუკენწლეს რა. მოდი ჩვენი ჯარიმები ხა გამოვისყიდოთ. ერთი ჯარიმის ხوار გავგზავნოთ. აჰა, შენ City Park-ის. ყველა დიდი ჯარიმა რამდენი გაქვს? სხვადასხვა თან. ხო, აბა ზოგი დარღვევა სხვა არის, ზოგი სხვა. აი 10 ლარი ჩავურიცხოთ, მოდი. 11 ლარი, მაგრამ 50 ლარამდე დავუყავოთ. არის გულის აი საწაუმატა ბიჭო. სახელი? ალეკო. ალეკო. გააგზავნე, ნიკა, როცა ადამიანი საფრთხეში. და რა ვიცოდი? აი მოვიდა. ნული კაცი უწევს კომენტარს. აჰა. Пошёл нахуй. Чем საკუთარ სასტუმროს ვხსნი? რა სიტყვების არა, ეს თვითონ არ ამბობს, დონაციას რომ გზავნე ეს უყენია. რატო არ ამბობს არაფერს? ფიქრობს ახლა. მე მგონი ვერ წაიდი. იკითხულობს ახლა. გიო ალეკო ხარ გიო? არ ჯერა რომ დონაცია გავგზავნეთ, კაია. გიო გონია რომ ეღადავება. გიო ერთ-ერთი ადამიანი ვინც შეიძლება რომ დაუდონატოს რო იცოდი. ძალიან კაი. ეხა ჰანგრიმენი ვაფშარ დაიჯერებს. მოდი 50 ლარი, ეს მეორე ჯარიმა. ყველაზე დიდი ჯარიმა არის 500 ლარიანი რაც და ზუსტად მაგის გადასახდელს. მიდი გავგზავნეთ. 500-ვე? მიდი. ყოველგვარი ჩელენჯების გარეშე ეგ ჯარიმა ჩვენ სახელზე დაყარებს. არა ბიჭო რა ჩემ ყურებს ის 10 ცენტი საკუთარ სასტუმროს ვხსნი? 500 ლარიან ჯარიმას კაც გადაუხდით რომ მანქანაზე ყავა შეძლოს დაჯდომა. 500 ლარი დავდოთ. ატრაგებ. მეგობრებო, ფილი ვიყო, ბრატ, მე ვიყო
მიაფა ბებიებს მისქენი მიუფარე. უღრესი მადლობა ბიჭებო რა. შემოგივლეთ. ნუ პირველი ციტატა მოაშორე მაშინ. კი ცოტა დარჩით სანგრიმეშიც მაგრამ ჩვენ შემოგივლეთ ვინც იყავით და ვინც ხართ. გიო ეუბნება რაღაცებს. გიო ნუ მაიმუნო ბიჭო. ტრიმი დაამიუტე 2 წამი ბიჭო. ეხა ალბათ ის მეგობარი რო ეხმურებოდა ვითომ რო გზავნიდა ფულებს ესე უნება რომ მე არ ვიყავიოდა. აბა გისმე. მოკლედ არ ვიცი რავი რა ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ჯიგრები ხართ ძალიან დიდი რა. დიდი ჯიგარი ხარ მართლა ნიკა არის დიდი ჯიგარი. მე შედარებით დაბალი ჯიგარი ვარ. ესეთი ვიდეოები გაქვთ გადაღებული. ხალხს რო ეხმარებთ რომ მართლა ძალიან დიდი რესპექტი რა. გამოიწერეთ მე ჰანგრიმენი. ხედავთ როგორ უყარვათ ხალხს. საგები. ერთი ჯარით ნაკლებია პოლიციის ბაზაში. ძალიან დამე ძალიან ბევრი ადამიანი იგინება სტრიმებზე და ძალიან. ცოტა არასასიამოვნოა, იმიტომ რომ ბავშვებიც უყურებენ. რაღა უნდა დამიდონატონ ძმაო, ვეღარ ბაზრობ იმენა ძმაო. ეხა გული იცი როგორია, აი არ მჯერა ბიჭო პროსტა. როგორ ძალიან გავხარდა, არის გინებით დამტკიცა. ბიჭო ბალანსი გაჩეკე ძმობას გაფიცი ხომ ახლა ზის. კი, ზის. ზის. წარმატებები მეგობრებო. არიელოვიჩი შეგიძლიათ გამოიწერა. ამ დროისთვის მეტი არავინ არ სტრივა სამწუხაროდ, არა 12-ის ნახევარია უკვე. ჩვენი ძილის დრო მოდის. სისხლიანი აბაზანა რაც მითხრა. რა დროს სისხლი და ის არის ეხლა. ყველაზე საშიში თამაში. ბებიაც არის დაბადების დღე როდის არის? ბებიაც დაბადების დღისთვის გავუგზავნოთ რაღაც საჩუქარი. კაი გოგოები არიან. ხო ეს კაი ბავშვია. ახლა გავაგზავნე. ბებიას დაბადების დღე. ეს წაღან თქვი ბებია. აი მე ჰანგრიმენი. გამარჯობა. გამარჯობა. დაგვრთხით რა მე. არ დაგვრთხათ არაფერი არ დაუგზავნე. ნამდვილი ჰანგრიმენი. ბიჭიც გაიჩიტა. ბებოს აქ დაბადების დღე, ან ძალიან გვი. აი ბებოს ოქტომბერში აქ ბებია ჩემს. ახლა გავაგზავნე. გავაგზავნეთ. რა გავაგზავნე? დათუჩა. დათუნია. აი ხო. ეს დაჩუჩა რას ნიშნავს? დათუჩა არის 100 ლარი. რამდენიან დაგვირთხა? ბავშვი არ შეიძლება. მადლობა. გაიხარეთ. ეს საჩუქარი ბებოს ის ბავშვი გაიყვანეთ. ბავშვი გაიყვანეთო სანდრო. ცუდად არ გაგვიგო, მაგრამ სტრაიკის გვეშინია თორე. შენი წინააღმდეგი არა ვართ. ის პროგრამის წოდრა რომ შემოვიდა მიდრე საჩუქარი. მოდი მოუმატოთ. მადლობა ძალიან დიდი. გავაგზავნე. მოკვერი? მოკვერი გავაგზავნე. კიდე შემოვიდა. მადლობა. აი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. აი ძალიან დიდი არაფრის მართლა. გენაცვალეთ. აქედან მოკითხვა. ჩაეძინა მოგონი ქალბატონს. არ არსებობს. ერთი კაცი უყურებს. ჩა. ხვინავს. ძინავს ქას რა ფუმფულა ხელებია. მაზილით. ფულა ხელები. ხო, შეხედე. ქალბატონო ბებო გაიღვიძო რაღაც კომენტარებს. გავუგზავნე იქნებ ხმაზე გაიღვიძოს. კაი, ვარდები გავუგზავნოთ კი როგორ არა. განევეთ თავი დაიძინოს. შემიძლია ამ ქალბატონს ძალიან ბევრი ლაივ მაყურებელი უნდა ყავდეს და მხოლოდ 2 კაცი უყურებს. კარგი, ნუ ვარდებს დავახვედრებთ, იმედი გავხარდება, გადავიდეთ შემდეგ. აი, რა ვკითხოთ აბა ამ ქალბატონს? ჯერ მოусმინოთ ხაცო. მეორე დრო მივედი ის გამაყუჩებელი კრემი რაც არის ეგ წამისვა და ეხლა მივდივარ შაბათს მესამედ. გერით ხო ესეთი ხმის პატრონი ხო? მოგიხდებოდა ბარიტონზე სიმღერა თქო. არა, ბარიტონზე რატო? გასო ქალის დაბალი ხმა კონტრალტოა. ხომ არ მღერი ხართ, თავისებური ხმა გაქვთ დაბალი და ხო არ მღერი ხართ? ხომ არ მღერით, თავისებული ხმა გაქვთ დაბალი. არა. თავი გაგვიქნია არაო. ელენე იმღერე. მღერის? მეგონი თავდაბალია მღერის. არა გოგო რა მღერი. ჩემი ოცნება, მაგრამ ვერა. არა, არ უმღერიო, არაო. აუ, პატარა სუდონატე ხალხი. სადმე გასულები ხო არიან, მაგრად მეშინია. ჩვენი ეშინია, გამოდონატე ადამიანს. გამოდონატე უკვე. მადლობა. ეს უნდა დავსქნიო, რავი, აი რამეში თუ გამომადგება. აი დაუდონატე. ოპა. აბა ნახოთ. აჰა, გავიდა. ჩერცხო. ბრავო. ნახტებაო. ნუ ხრცხვენია შვილო. ძალიან სიმპათიური გოგო ხართ. რამდენი წლისა ხართ? ვიცი რომ ვიდეოს იღებენ, მაგრამ მრცხვენია. არა, მეორე კონცერტამდე კიდე 60. არა დავამატებ თვის ბოლოს ვიყიდი უეჭველი დაბადებისას. რისი კონცერტი გაქვს ხო კითხე? ნიკა? რისი კონცერტი? არა, არ მღერია. ანუ მე მივდივარ კონცერტზე. მინდა წასვლა უფრო სწორად. და მივდივარ და პროსტა მეორე კონცერტი. რის ბილეთს თქო კითხე? რის ბილეთს და რაღაც? არა, დაიკიდე მართლა, ანუ
ჩემით იმას ვიტყვი. რაც არ გვეუბნება. კენი საკმარისია, მადლობა. ძალიან საყვარელი არის, უბრალოდ არ მინდა რომ TikTok-მა შეუჭამოს 50%.ერიდება კიდევაც. ნაგლი არ არის. ღირსია რომ გაუშვათ ეს გოგონა კონცერტზე. არ მინდა რომ სადმე ვიდეოში მოხვდე ხო ხვდები? აუსვლოთ ოცნება ადამიანს, გაუგზავნოთ ლომი. აი თუ ვერ მოხვდები ვიდეოში. მოხვდები. მოხდება. გული გამისკდაში. შეგარგოს უფალმა. გული მაქვს სუდან. ძალიან საყვარელი ადამიანია, ძალიან საყვარელი გოგოა. და ღირსია. აუ, ძალიან ბევრი ხალხი შემოვიდა, ეხლა მაგაზე უარესი მეწყება. ძალიან გულკეთილი ადამიანი ჩანს. ხო. ხო და მე მგონი კიდე გაუგზავნოთ და ერთი ლომი. ერთი ლომის დავარტყათ? დავარტყათ ლომი? კარგით, აი იყოს ეგრე. ვაჭე! ისე ლომი? ლომი ისე. აბა ნახოთ. წეღანას გასულს მაჩვენებდნენ, მაგრამ მაჩვენებდა და აჰა, კიდე გაჩერდა. და გავა. შეგერგოს. ისეთი გზნობა აქვს, მტროლავენ, მაგრამ ვიცი რომ არ მტროლავენ. არა, ყველაფერი რეალურია. მეგობრებთან ერთად ვიდეო ჩაგვიგდე კონცერტიდან, თქო ეს მიწევი. მეგობარი წაიყვანი კონცერტები. ოეჭველი, მადლობა ძალიან დიდი. დამშვიდდე გთხოვთ. ვაჰ, დაბნეულობისგან არ მეგონი ესა. დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება. გაუგზავნე 4 ვარდი. 4 ვარდი სწორია ჩვენგან. ცუდად ვარ გოგო, შეესმოდიო და მე ვიცშიკები აქ. ხო, რა საპრალები არიანი. ვარდი ჩამი. აუ, გავხსნები. ფეიბოებს აქედან გულებიო. საქართველოში არ ვიმყოფები და რავია, არ ვიცი რა შუაშია, მაგრამ ხო საქართველოში არ ვიმყოფები. რა შუაშია? დაბნეულია. გული მაქვს ისევ აჩქარებული. ჩემი თავი არ მინახავს ესეთ დაბნეულს. ფეიბოს პენსიები დაგახარჯეს ხო ხედავ. Just უწევს. კარგი, გადავიდეთ უკვე შემდეგზე? გადავიდეთ. გემშვიდობებით. ახვამდის. კარგად. 4 ვარდს გავუგზავნე დასაწყისის უბრალოდ. ამას ისეთი ფრჩხილებია კეთობა, ძიმე სამუშაო არ ემუქრება. ანუ ტვირთს არ ეზიდება მაგის თქმა გინდა. ზედაზო დავხურდი ახლა. გადაწითლდა. რატომ ხარ ლაივში დაუწერეთ? ხდება რა ლაივია, რატომ ხარ ლაივში? ვერ გეტყვი. ჩვენ რომ ვუყურებთ, შოკი აქვს მაგიტო. პირველად მიყურებს ზოგიერთი ადამიანები, პირველად მიყურებენ. ნუ ძალიან გულწრფელად გელაპარაკებათ, ხო? ღირსია რომ გავაგზავნე. მართლა ღირსია რომ რაღაც გადავუხადოთ, კი არა? ეს ვიღაცა ჩაერთო ქოლში, ზარში. თამაში დაიწყო და ეხლა უნდა მოვაგებინოთ ამ გოგოს. კიუნები დარეკილი მაქვს და გირტყავენ. ეს ვერ არის. გასტრე ფუსალაძე აქენა. ნუ ჩემი სიმპათიები გოგოს. მოდი ჯერ ვაცადოთ, შეიძლება ისედაც იგებს. მე თუ შოკი მივიღე დღეს და გული შეტევა მომივიდა ამათი ბრალი იქნება. ხოლოდ ვარდებს გავუგზავნე დროებით. თავს რას უშვება ეს ვიდეო? ცეკვავს თავის მუსიკაზე იქ ჩართული. ანგრიმენ მადლობა წათი გოგოს. ეს აგინ ბიჩს ჩართული. მუღავი მაგრამ ანგრიმენს მოუღოთ მართლა. ანგრიმენის მოგება რომ უნდა აჩვენ ერთი, როგორ უნდა ანგრიმენის საგამძაბაშია 20000 ვერ. მალე. რა ვეპოულობ. მალე ბიჭო. ამ ბიჭის თვალები არ მომწონს. ფერი თვითონ თუ ეს რაღაცნაირად იხედება. მივიდა უკვე და ეგ არის. იპოვე? გაუში. 20000. აბა. ყოველს ვეც მიყურებთ 15 ადამიანი. ხარა მოხდება უყურეთ ბებიებო? დაამიუთა თავის რეაქციები მოგონი. ეს ამთქნარებ. არა მთქარეთ, სულად არის. ვაიმე ზარი. ვაიმე მადლობა წათი. 20 წამი დარჩა, თუ არაფერი არ მოხდა, ეს იგივე ფთლიანად. ხო, ხედავდა ღმერთო. 4, 3, 2, 1. პატარ-პატარა რაღაცები დაურტყი კიდე ყვავილები. ოვერტაიმია? მოიგო. მოიგო ჩვენმა გოგომ. გილოცავ. ჩვენმა გოგომ მოიგო. მოიგო და 1000 ლარამდეც შეაკეთა. იმან კაკალე. არიტირო. რა გატირებ, შვილო მაგისტვის. ო, დამშვიდი ახლა. დაწყნარდი. всё, ვიდეოს ველოდები. აუ, როდის დაიდება უნდა კომბაზო. რაც დამშა ბოლომდე შევიდან. გაუში რაც არის. ანგრიმენ მადლობა ძალიან. 68 ვარდი დამჭა მაგასაც გავუშვებ და გუგა ყველაზე მეტად. სწორია. რა თქმა ვერ გაიგეს ბოლო სიტყვები. ჩემ დას გუგა ყველაზე მეტად. აჰა. ის გაიმეორე.
გენაცვალე. დაწყნარდი შვილო, დაწყნარდი, ნუ ნერვიულო. და შეიძლება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გამოგვიყავით თქვენი უძვირფასესი დრო და მოგთანდით ჩვენთან. მე მინდა ერთი კითხვა დავუსვა მანამდე სანამ დავამშვიდობებით, რომ როგორ ფორმატში ისურვებთ თქვენ თავს რომ მოსულიყავით? აი ეს მაინტერესებს. რომელშიც დავხპატიჟებთ ჩვენ ყველაფერზე თან. Try not to laugh seriously. მოხვიდოდით მან? ისე კარგად შევიკავებთ თავს. მართლა? 2-2-ზე ვეთამაშოთ ბებიებს. აჰა, შემიძლია. კაი, აჰა. შევთანხმდით. ძალიან დიდი მადლობა ბილავის, რომელმაც გამოგვიყო ეს ბიუჯეტი და ძალიან ბევრი ადამიანი გაგვახარებინა, როგორც ყოველთვის. დაგემშვიდობებით. ოცნით გეხვევით, მიყვარხართ. პაკა-პაკა.